ფილის. ახლა ხანს კლინიკაში ვიყავი. მერე? ჰელენი ცუდადაა. რა ხდება? რა? კარგი, მაგრამ ორი დღე სახლში ვიყავი. იმ გოგონებს შეეძლოთ ყველაფერი მოეწყოთ ჩემს არყოფნაში. მერე რა, რომ ჩანაწერი ნახეთ. რა აზრი აქვს თუ იქ არ ყოფილ ვარ? ჯიმში თქვი რომ სახლში ვიყავი. სწორედ იმ პერიოდში შენმა სიძემ თევზი რესტორანში მეიტანა. თავფიქრებლად მოყვა, ვერ დაგემოწმება რომ სახლში იყავი, მაგრამ არ გადანაშაულებთ. არა. უბრალოდ ინფორმაციას ვაგროვებთ ბატონი პროკურორისთვის. ქალბატონო ადვოკატო. შეკითხვებს დაგისვამთ, რათა შენი ხელშეუხებლობა გააუქმოს. ჩვენ კი ვალდებულები ვართ ყველაფერი შევატყობინოთ. კომისარო, მანქანა ქალაქის მოშორებით ვიპოვეთ. კარგი, შვილო. წავედით უფროსო. იმ იდიოტებმა რა გამიგეთეს? ილიას. დაუჯერებელია სიძება. დაუჯერებელია. მანქანაში არავინაა კომისარო, კრიმინალისტები ათვალიერებენ. მუსტაფა, ორი ნომერი ვიპოვეთ, ბიჭებმა გაარკვიონ ვისია. რა იყო რა ხდება? არაფერი. მანქანა ცარიელია. თან მოპარულია. ამბობენ ბანდა მოიპარა. არ ვიცი. შვილო, რატომ არ დამირეკეთ? რაც ითქვა ვიგონა, როცა სახლში მევდიოდი. კომისარო. შემშულს ვერ პოულობენ. უჩქარობ შვილო. მოიცა, მიბოვიან. გოგონები ისევ გამოჩნდებიან, აინახავთ. შემოდით. გამარჯობა ნიხით. გამარჯობა კომისარო. მიძიება ჰათინ. აბა, არის სამი ახალი. ნომერი, რომელიც მიტოვებულ მანქანაში იპოვეს, ფილის ჩინარის საკუთრებაა. იმ გოგოს მოკლა კომისარო. ნება მომეცით, როწუთში გავიგე ბავშვის ადგილსამყოფელს. საფერშვილო. ამ განყოფილებაში სტუმრები ვართ. კომისარი არასწორად გაგვიგებს. რას ნიშნავს მოკლა? ნოთო. დამატებით მტკიცებულებებს ვერ ვიპოვით თუ ღმერთი გზამთ. რა სიტყვი? მეც ასე მგონია კომისარო ბახათინ. გთავაზობთ ის გოგო გაუშვათ. მამა, მოიცა. გაუშვით და თვალი ადევნეთ. უკეთესი იქნება. სხვა გზა არ გვაქვს. დაკითხვის ნებართვას დიდი ხანი არავინ მოგცემს. ადვოკატია. უამრავი მტკიცებულება გვაქვს, მაგრამ ისი დაკითხვა არ შეგვიძლია. რამდენიმე საიმედო ბიჭი მეუჩინეთ რომ უთვალთვალან. ვითომ ჯიმშიც უთვალთვალებთ. მოიფიქრეთ რამე. ჩემი რჩევა. მგონი მართალი ხართ. შემოდით. კომისარო. გამოძიების დროს ადგენდა გოგონები როგორ გამოიყურებიან. მოხდარიდან 1 საათის შემდეგ ემზიავდნენ და სტამბოლისკენ გაემართნენ. სისტემაში რეციდივისტებად ირიცხებიან. კარგი შეგიძლია ზახვიდა. როგორც მებრძანებთ.
აზრი არ აქვს. სტამბოლში ვინმეს მოძებნა თივიზმში ნემსის მოძებნის თოლფასია. ფიქრობ ეს უნდა გავაკეთოთ, რაც ბიძია ბაჰათინმა შემოგთავაზა. თან უნდა ვიჩქაროთ კომისარო. ალბათ მართალი ხართ. თავისუფალი ხართ. დიდი მადლობა გაუგებრობის გამო ბოდიშს გიხდით ქალბატონო ადვოკატო. გაითვალისწინე რომ ბავშვის ბიძა ვარ ქალბატონო ფილის. როცა საქმე ახლობელს ეხება ადამიანს პროფესია და კანონი ავიწყდება. წერდისგან საკუთარ საქციელს ვერ აკონტროლებს. ბოდიშს გიხდით უკაცრავად. სამოდე ფილის ზაგიყვან. რამეს თუ გაიგებთ შემატყობინეთ. კარგი ძმა უნდა გირეკავ წადით. რამდენი მტკიცებულების შემდეგ უნდა გავუშვა ძაფერ. ილიას კარგი და მშვიდდი. რამტკიცებულება. საკმარისია. მომბეზრდა ეს უაზრო ლაპარაკი. წავიდეთ. წავედით ფილის, წავედით. ძმაო, რაღაც ისე არ არის. მეც ასე მგონია. ბიჭება, საავადმყოფოში წავიდეთ. ასიაზე ძალიან ნერვიულობ. რეანიმაციაში დაზინებს. დანარჩენები სახლში გაუშვეს. მხოლოდ ჩვენ მოგცეს დარჩენის უფლება. მე და მარიამანი რიგრიგობით ვყარაულობთ. ზოგჯერ ეღვიძებს და ელექტროდების გათიშვას ცდილობს. ნახავ როგორ არის. ილიას. ჩუმად შედი. არ გააღვიძა. როცა იღვიძებს სულად ხდება. და რამდენ ხანს უნდა ეძინოს? მე მორომ ვერ იპოვონ. მთელი ცხოვრება ასე უნდა იყოს. დამშვიდდი, მეგობარო, დამშვიდდი. კარგი, იპოვიან. ასე ნუ ლაპარაკობ. მე მას იპოვიან.